ბისმიერი უროლოგიური ოპერაცია, რომელიც ადრე კეთდებოდა ან ღია წესით, ან ლაპარასკოპიულად, დღეს ჩვენ მთლიანად გადავერთეთ რობოტულ ქირურგიაზე. როდესაც რობოტულ მედიცინაზე ვსაუბრობთ, ჩვენს გადაცემაში ჩვენ ამ თემაზე პირველად არ გვიწევს საუბარი და რაც მთავარია, პირველად არ გვიწევს იმის თქმა, რომ ეს უკვე აღარ არის მომავალი. ეს არის მედიცინის რეალობა და თქვენ წარმოიდგინეთ, ქართული მედიცინის რეალობაც უკვე არის, თუ რატომ ჩვენი გადაცემის ერთგულ მაყურებელს ეს ძალიან კარგად ახსოვს, იმიტომ რომ ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ ვისაუბრეთ ჩვენს გადაცემაში. და ამის დასტურად დღევანდელი საუბარიც გამოდგება, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საუბრების ციკლს ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ, ბატონ გურამ ქარაზანაშვილთან ერთად, რომელიც გახლავთ უროლოგი, პროფესორი და რობოტულ მედიცინასთან პირდაპირ დაკავშირებული ადამიანი. დილამშვიდობისა ბატონო გურა. ძალიან რბილად თქვი პირდაპირ დაკავშირებული ადამიანი, მაგრამ შეგვიძლია გავაფართოთ საუბარი და ვთქვათ, რომ თქვენ რეალობად აქციეთ რობოტული მედიცინა უროლოგიაში, ქართულ ქირურგიაში და ეს არ არის მარტო საქართველოს მასშტაბით, ლამის მთელს რეგიონს გულისხმობს ეს ყველაფერი და იქამდე არის უკვე საკითხი მისული, რომ ჩვენ დღეს არა უბრალოდ როგორც სიახლეზე ვსაუბრობთ, ამ სიახლეზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მაყურებელთან დიდი ხნის წინ, ჩვენ ვსაუბრობთ უკვე შედეგებზე. ანუ როგორი აქვს შედეგები რობოტულ მედიცინას, რობოტულ ქირურგიას საქართველოში. მოდით დავიწყოთ პირდაპირ სწორედ აქედან. როგორია შედეგები? ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. რობოტული ქირურგია, როგორც თქვით, ადრეც და ეხლაც, ეს არის დღევანდელი დღე. ეს არის თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ატრიბუტი. თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ თანამედროვე მედიცინაზე, რობოტული ქირურგიის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ამაზე. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის, ევროპის თუ აზიის, ყველა განვითარებულ ქვეყანაში რობოტული ქირურგია არის დღეს სტანდარტი. როგორც იყო ახლა ადრე ჩვენ მოგვიხსენება ღია ქირურგია, მერე იყო ლაპარასკოპია, ახლა არის რობოტ ასისტირებული ლაპარასკოპია. ანუ ეს არის ქირურგიის განვითარების საფეხური. და ეს საფეხური კიდევ ერთხელ ვიმეორე, არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, იმისთვის, რომ ქართული მედიცინა იყოს კონკურენტ უნარიანი დღევანდელ საკმაოდ რთულ ვითარებაში, როდესაც მედიცინა მაღალ ტექნოლოგიურია, დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, დიდ ცოდნას მოითხოვს და დიდ ორგანიზებას მოითხოვს. თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს კონკურენტ უნარიანი მედიცინა, რობოტული ქირურგიის გარეშე ეს არ გამოდის. რობოტული ქირურგია არ შეეხება მარტო უროლოგიას. ეს არის უბრალოდ რობოტული ქირურგია, რობოტული მუცლის ქირურგია, რობოტული გინეკოლოგია, რობოტული გულმკერდის კარდიოქირურგია და ასე შემდეგ. ანუ როგორც მეთოდი, რომელიც შეიძლება მედიცინის ნებისმიერ სფეროში გამოვიყენოთ. რობოტული, ეს დანადგარი თავად რობოტული აპარატი შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა სპეციალისტმა, მუცლის ქირურგმა, უროლოგმა, გინეკოლოგმა, გულმკერდის ქირურგმა, კარდიოქირურგმა და ამ რობოტის საშუალებით განახორციელოს ის ოპერაციები, რაც აკეთებდა დღემდე. ეს არის რობოტული ქირურგია. რაც შეეხება ჩვენს სიტუაციას, რა თქმა უნდა, ვიღაცა უნდა დაიწყოს და მთელ მსოფლიოში სხვათა შორის უროლოგები იწყებდნენ ხოლმე რობოტულ ქირურგია დაწყებული ამერიკაში, ევროპაში უროლოგების მიერ, გამომდინარე ბევრი სხვადასხვა სპეციფიკიდან აღარ მას ვიზავ. ამიტომ ჩვენც დავიწყეთ საქართველოში, მე როგორც რობოტულმა ქირურგმა და უროლოგმა დავაფუძნე ეს და პირველ რიგში უროლოგიაში. რაც ნიშნავს იმას, რომ უროლოგიის თითქმის ყველა ოპერაცია, რომელიც ადრე კეთდებოდა ღია წესით, ან კეთდებოდა ლაპარასკოპიულად, ახლა გადართულია ეს ყველაფერი რობოტულ ლაპარასკოპიაზე. რობოტული ქირურგიით თითქმის შემანარჩუნებელი ოპერაციები, სიმსივნეების, შარდის ბუშტის სიმსივნეები, პროსტატის სიმსივნეები, ეს ონკოლოგიასაც შეეხება. არა ონკოლოგიური ემებიდან თანდაყოლილი ანომალიები, შარდსაწვდების შევიწროებები, მენჩარდსაწვდის სეგმენტის შევიწროებები, შარდსაწვდების შევიწროება სხვადასხვა მიზეზების გამო, როდესაც რეკონსტრუქცია არის საჭირო. შარდის შეუკავებლობები ქალბატონებში, მენჯის ფსკერის აღდგენის ოპერაციები, შარდის შეუკავებლობის ლიკვიდაციისთვის.
რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია. ფისტულები, შარდოვანი, ვაგინალ ფისტულები და სხვა საკმაოდ დიდია ნუსხა, რომელიც ნებისმიერი საუბარი არის, რომ ნებისმიერი უროლოგიური ოპერაცია, რომელიც ადრე კეთდებოდა ან ღია წესით, ან ლაპარასკოპიულად, დღეს ჩვენ მთლიანად გადავერთეთ რობოტულ ქირურგიაზე. შევაჯამოთ, რას ველოდებით კიდევ, რა შესაძლებლობებს ხედავთ ამ თვალსაზრისით? კი ბატონო, რობოტული ქირურგია, მაშინ რობოტი არის ინსტრუმენტი ქირურგის ხელში, როგორც ადრე იყო ლაპარასკოპი ინსტრუმენტი და როგორც ადრე იყო მაკრატელი და პინცეტი, ასეთივე ინსტრუმენტია რობოტი, ოღონდ ეს სრულიად სხვა ხარისხის ტექნოლოგიური, ანუ ქირურგი დღესდღეობით ახორციელებს ოპერაციას რობოტის გამოყენებით. ქირურგი აკეთებს და არა რობოტი. ეს არის რობოტული ქირურგია. უბრალოდ რობოტის საშუალებას იძლევა, რომ ქირურგის თვალი და მინიატურული ხელი ისევე მოქნილად ვამოძრაოთ, ისევე დიდი გადიდებით დავინახოთ ეს შიგნით, სიღრმეებში, ორგანიზმში, როგორც დაუშვათ დავინახავდით რეალური ვიზუალიზაციის. ეს სარისკო არ არის ადამიანებს აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვები, როდესაც რობოტს ვენდობით შუალედურად. უდიდესი დამცავი მექანიზმები, ნებისმიერი უნებლივი მოძრაობა, ნებისმიერი იმ წუთში ბლოკირება ხდება. მაგალითად, ეს არ ხდება ღია წესისა ან ლაპარასკოპის ხელი აუკანკალდა ქირურგს ან რაღაც იქ ჩვეულებრივად გრძელდება ოპერაცია. რობოტი ამ შემთხვევაში ბლოკავს იმ წუთშივე. ამიტომ აქ უსაფრთხოების უდიდესი გარანტიები არის. პირიქით უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა რობოტი ვიდრე ეს.